დიდ ბრიტანეთში 13 იანვარს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ჯეიმს მაკლეარიმ ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს. რამდენიმე დღეში კი ივანიშვილის დასანქცირებას უკვე 16 დეპუტატი ითხოვდა და მხარდაჭერა ხელწერილითაც დააფიქსირეს. ამერიკის სახაზინო სანქციისგან განსხვავებით გაცილებით მწვავე და მეტიც მტკივნეული რეაქციები ჰქონდათ ივანიშვილის პარტიაში, სადაც ითქვა, რომ აი Deep State-ი დიდ ბრიტანეთშია და საწყალი ივანიშვილს ეხა იქიდან ებრძვის. ეს მისთვის მტკივნეულია, იმიტომ რომ მისი ბიზნესის დიდი ნაწილი თავმოყრილია სწორედ დიდ ბრიტანეთში. უფრო კონკრეტულად არის ეგრეთ წოდებული ოფშორულ ტერიტორიებს, ეს არის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, თუმცა ყველაზე დიდი ესეთი არის კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია, რომელსაც ეკუთვნის თანაინვესტირების ფონდი. ამ თანაინვესტირების ფონდის ქვეშ არის შემდეგ ძალიან ბევრი ბიზნესი. საბოლოოდ რა ვიყოთ ვირჯინია, კაიმანი, ქართულ ბანკია, ქართულ ჯგუფია, გალერეა თბილისია, სასტუმრო პარაგრაფია, ტურიზმის განვითარების ფონდია, თანაინვესტირების ფონდია და უამრავ სხვა მისი მსხვილი ბიზნესები საბოლოოდ თავში იყრის ამ ოფშორულ ტერიტორიებს. მოდი მარტივად ავხსნათ. რით განსხვავდება ან რა წინააღმდეგობას უქმნის ივანიშვილს ამერიკული და ბრიტანული სანქცია. დავიწყოთ ამერიკულით. ამერიკული სახაზინო სანქციები ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის ამ ეტაპზე შედარებით რბილია, რადგან დოლარზე სრულ შეზღუდვას ის მაინც არ გულისხმობს, მაგრამ თუკი ეს შეზღუდვაც ამოქმედდა, პრაქტიკულად ივანიშვილი რჩება მთავარი ვალუტის დოლარის გარეშე, რადგან არც ერთი ბანკი მასთან მომავალში აღარ იმუშავებს. ახლა რაც შეეხება ბრიტანულ სანქციებს და რატომაა ის ბევრად თუ არა საკმაოდ მტკივნეული თანამედროვე ოლიგარქებისთვის. უპირველესად ეს ოფშორებია და ცდომა იმ უძრავ თუ მოძრავ კაპიტალზე, რასაც ბრიტანულ კუნძულებზე კანონმდებლობა უქმნით. მათ აქვს მაღალი ავტონომია, მაგრამ სანქციები მათზეც ვრცელდება. 2018 წლიდან ესეა. ისევე გავრცელდება ვირჯინიაზე და კაიმანზე, როგორც ლონდონში. რაიმე აქ სხვაობა არ არის. შესაბამისად, ალბათ ამიტოც იყო გუშინ ქართული ოცნების გამოხმაურება, რომ რადგან ეს იციან, მათთვის ეს მტკივნეული იყო და რაღაც პოლიტიკური პასუხი გასცეს. ბრიტანული სანქციების ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ოფშორული ზონების, პოპულარული ოფშორული ზონებიდან რამდენიმე არის სუბსიდიარული ბრიტანული სამართლებრივი სისტემის, მაგალითად ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები და შესაბამისად ბრიტანული სანქციები ფაქტიურად პარალიზებას გააკეთებს იმ კომპანიებისა, რომლებიც ამ ზონებშია, მაგალითად ბრიტანული ვირჯინიის კუნძულებში არის დარეგისტრირებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 17 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სანქცირების შემთხვევაში ფინანსურ სანქციებში მოხვება ივანიშვილის ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია. ეს იმიტომ, რომ ეს კომპანიები სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზეა რეგისტრირებული, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე. თუმცა ჯერ რეალურად მხოლოდ მუქარაა. ივანიშვილის ცდილობს სანამ დღის წესრიგში დადგება მისი კომპანიებისა და ქონების გაქრობის საკითხი, მანამდე გაწმინდოს და მოაგვაროს პრობლემები. ბრიტანეთის პარლამენტში ამ ეტაპზე საჭიროა ლეიბორისტებისა და კონსერვატორების თანადგომა. ლეიბორისტებს განსაკუთრებით დიდი ფრაქცია აქვთ პარლამენტის და ვერ ხედავ რატო არ უნდა დაუჭირონ სანქციები ფაქტობრივად რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც უამრავი რუსი ოლიგარქია უკვე სანქცირებული ბრიტანეთის მიერ აქამდეც. მზადება ივანიშვილმა მოახლოებული სანქციებისთვის რეალურად რუსული კანონის მიღებიდან ზუსტად მეორე დღეს დაიწყო. ის კარგად აცნობიერებდა რა მოჰყვებოდა დასავლეთისგან ქვეყნის გარუსების საკითხს, რომ ამერიკა და ცივილიზებული სამყარო ამას არ გაატარებდა. ოფშორების შესახებ კანონის სწორედ ეს იყო, რომ უდანაკარგოდ საკუთარი ქონება ბრიტანეთის ოფშორებიდან საქართველოში გადმოეტანა. ბიზნესმენს აი ასე მარტივად მაშინ კანონში ჩასწორება გააკეთებინა და უცხოეთიდან ისე გადმოიტანა საკუთარი აქტივი, რომ არც ერთი კაპიკი ბიუჯეტში არ გადაუხდია. სქემა მუშაობს შემდეგნაირად, თუ ოფშორ კომპანია გადაწყვიტოს საქართველოში შემოიტანოს საფხატრო ნიმუშები, ანტიკვარიატი, ძვირფასი ლითონები, ამ შემთხვევაში მას ის კი თავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან და როდესაც ვფიქრობდი, ვინ ასე ვთქვათ იხერებდა ამ ასე ვთქვათ შეღავათისგან, პირველ რიგში ეს იყო თქო ბიზნესმენი.
შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ, თუნდაც მისი ერთი ნახატის იმპორტს საქართველოში ხვდებით რამდენი მილიონობით ლარის ზარალი მიადგება ამ შეთვალის ბიუჯეტს. ანუ ადამიანმა ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიტანა მილიონობით ლარი და ეს გააკეთა დაუბეგრავად. როგორც ჩანს, ბიძანა ივანიშვილმა იმ დროისთვის უკვე იცოდა თუ რა გეგმები ქონდა მას საქართველოში, სადამდე შეიძლება მისულიყო მისი კონფლიქტი დასავლურ ინსტიტუტებთან და ევროკავშირთან და ასე ვთქვათ შეიქმნა უსაფრთხოების ქოლგა, საგადასახადო უსაფრთხოების ქოლგა მისი ქონებების დასაცავად. ეს ნაბიჯი თავის მხრივ უკვე აჩვენებდა ჩემთვის იმას, რომ ივანიშვილმა იცოდა, რას აპირებდა ქვეყანაში, სადამდე მიიყვანდა პოლიტიკურ პროცესებს. თუმცა აი თითქმის ერთი წლის თავზე ბრიტანულ ოფშორებზე წვდომის პრობლემა შესაძლოა ბიზნესს მაინც შეექმნას. ეკონომისტები განმარტავენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ჩამოიტანს სრულად ოფშორებში, სრულ კაპიტალსა და უძრავ ქონებას მაინც ვერ გაწმინდავ. ივანიშვილმა მიაღებინა იმისთვის, რომ მომზადებულიყო სანქციებისთვის, მაგრამ სრულად მომზადება ესეთ სანქციებისთვის შეუძლებელია, ასე რომ მხოლოდ ნაწილობრივ თუ შეიძლება მომზადება ესეთ სანქციებისთვის, იმიტომ რომ ეს სანქციები ყველგან მიგწვდება, ამერიკული სანქციებს ვერსად ვერ დაემალები. და აი 31 დეკემბერს ღამეს ბიზნესმენს თვითგადარჩენის ინსტინქტით ქონების საკუთარ ოჯახის წევრებზე გადამალვა დაიწყო და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა მისი ვაჟის, უტა ივანიშვილის კუთვნილი ახალი კომპანია, ატუ ჰოლდინგი. უტას ატუში ბიზნესმენამ ნებადართულ კაპიტალად რეესტრში წარდგენილ დოკუმენტებში მიუთითა, რომ 100 მილიონი ლარია. ასეთი კომპანიები მომავალში კიდევ უფრო მეტი გაჩნდება, რადგან ერთადერთი ამ ეტაპზე რითაც შეიძლება თავს იწყნარებდეს და ოფშორებიდან აკუმულირებულ ქონებას ამ ქვეყანაში აჩერებდეს ისაა, რომ საქართველოზე ივანიშვილს დიდი გავლენა აქვს. ამ ქვეყანას საკუთარ სოფლად თვლის. ყავს თავისი მოჯამაგირეები, ჟანდარმები, მოსამართლეები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ივანიშვილი დარწმუნებული მაინც ვერ იქნება, რომ მისი სრული აქტივი ხელშეუხებლად დარჩება. ამ ოფშორული კანონის საფუძველზე რაღაც აქტივების შემოტანა საქართველოში არის იძულებითი სვლა. სულ არ უნდა ივანიშვილს რომ მთელი თავის დოვლად საქართველოში იყოს. მე ვეჭვობ, რომ ალბათ ივანიშვილის ინტერესი არ არის მაინც და მაინც ამ კაპიტალის საქართველოში დატოვება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და მათი ძალაუფლება შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წვრილ ძაფზე კიდია. ხო, ჩვენ 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში ვხედავთ უწყვეტ პროტესტებს, საერთაშორისო მათი ძალაუფლების არაღიარებას, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საერთაშორისო დონეზე, სანქციების მზარდ ტენდენციას, რომელსაც აუცილებლად მოყვება მათი კაპიტალისა და ფინანსების ბრუნვის შეზღუდვა დასავლეთის ფინანსურ და საბანკო სისტემებში. ხო, ამიტომაც არ მგონია, რომ მისი ინტერესი იყოს მაინც და მაინც საქართველოში ამ ქონების დატოვება, სავარაუდოდ, თქვათ, გარკვეული პერიოდით აქ შენახვისთვის და შემდგომში სხვა უსაფრთხო ადგილების გატანისთვის სჭირდებოდა მას ეს ცვლილებები. ქართუბანკის და საერთოდ ქართუფონდის დასანქცირების შემთხვევაში გაჩერდება ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი არტერია, რადგან ბანკში შეწყდება გადარიცხვები და შესაბამისად იქიდან გავა დეპოზიტებიც, ანუ ბანკი კარგავს თავის ძირითად ფუნქციას. რჩება ჩინური და რუსული აქტივის იმედზე. თანამედროვე ციფრულ სამყაროში, სადაც ამერიკელებს ხელი არ მიუწვდებათ ვინმეს დასასანქცირებლად, ასეთი ადგილი არც თუ ისე ბევრია, მაგრამ ფაქტია, ის რაც ივანიშვილის გარშემო ეხლა ხდება, სწორედ ამერიკული სანქციების გამოძახილია. საქართველოს და TBC ბანკს ვერ გამოიყენებენ ვერანაირად სანქციების თავის ასარიდებლად. ეს გამორიცხულია, ამას ვერ დღეს იდავენ, ვერ წყვალ. თუ იდავენ, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება ამ ორ ბანკს და ეს ორი ბანკი თვითონ არ დაუშვებს ამას. ხო, რაც შეეხება ხა ქართუბანკს, ქართუბანკი სხვა სისტემებზე გადავა, ხო? ანუ ოღონდ ქართუბანკი მთლიანად გახდება რუსული და ჩინური ბანკი. აი ეს არის აქ მთელი ამბავი და ქართუბანკი არ იქნება, არ შევა დასავლური ბანკების ჩამონათვალში. სანქცია როგორ მუშაობს? თავისი ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრძალავს დასანქცირებულ პირებთან და კომპანიებთან ურთიერთობას. ანუ ბრიტანეთის მოქალაქეებს და კომპანიებს აიკრძალებათ ვირჯინიის კუნძულებს და კაიმანზე არსებული ბიზნეს კომპანიებთან ნებისმიერი ურთიერთობა და გაიყინება მათი აქტივები, რაც იმ მომენტში
ტიპები აქ ვერ გამოიყენებს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ საქართველოს ბანკი და TBC ბანკი ოფიციალურად ბრიტანული კომპანიები არიან, რადგან ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობენ, მათი სათა ოფისები დღეს რეგისტრირებულია ლონდონზე და მათზე ავტომატურად გავრცელდება. ან საქართველოს ბანკი და TBC ბანკი, რომელიც აკონტროლებს შეიძლება თქვა ჩვენ ეკონომიკას და ყველაფერი ტრანზაქციები საქართველოში მაგ ხდება, ესენი ავტომატურად ვალდებული გახდებიან, რომ დიდი ბრიტანეთის და მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციები შეუერთდნენ. ბიზნესის ბიზნესებში TBC ბანკის და საქართველოს ბანკის ტერმინალს ვერ გამოიყენებენ. ვერცერთი ამ ბიზნესებში დასაქმებული ადამიანები ხელფას ვერ აიღებენ TBC და საქართველოს ბანკში, როცა ეხლა ალბათ უმეტესობას აქ აქვს სახელმწიფო ანგარიშები გახსნილი და ვერაფერში ვერ გამოიყენებენ ამ ბანკებს, რომელიც ყველაზე დიდი ბანკებია საქართველოში. ალბათ კიდევ ბევრს ილაპარაკებენ Deep State-ზე, როგორ მართავს ის ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს, მაგრამ ფაქტია, რუსეთი რომ კარგი ყოფილიყო, ივანიშვილი არც ამერიკაში შეინახავდა Deep State-თან ფულს და არც ბრიტანეთში. ეს უბრალოდ საკუთარ ამომრჩევლებს აჭმევენ, რომ ბრიტანეთი და ამერიკა ცუდია. საომავლოდ რეალური სანქციების შემთხვევაში ბიზნესგან განსხვავებით, გაცილებით რთულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდნენ ივანიშვილის პარტნიორები, მაგალითად იგივე იმედის მფლობელი რუხაძე, რომელიც Heidelberg ცემენტში პარტნიორი იყო და ასე ბევრი, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ ისინი ოფშორებში ოლიგარქთან ერთად ქართველი ხალხის ხარჯზე შოულობენ მილიონებს.